YouTube-ს გაუმარჯოს მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. გილოცავთ სეზონის დახურვას და გაზაფხულის დაწყებას პირველ დღეებს. დღეს 3 მარტი გვაქვს და რაც თავარია ყველა კარგად ინადირა წელს როგორც ვიდეოებს უყურებდი და ეს არის დედიკოების საერთაშორისო დღე და ყველას მიულოცავთ აქედან კიდე დამატებით. ყველა დედიკოს და ყველა მომავალ დედიკოს აქედან სამთელები და ახლებულები დედიკოსს მიულოცავთ ჩვენი ელბონოს. ერთ სიტყვით ჩვენი შეკრების მიზეზი ამ ადგილას, ჩვენ საყვარელ ადგილას უცნობია ის უცვლელია. და მესტასტრეჩის მინიზნელზეა. დაახლოებით. აქ ისევ ის ნიავია, ისეთი ნიავია. შედარებით ნაკლები, მაგრამ ცოტა თუ იხრიალა, ვეცდები ირაკლის შენ ცოტა ხმამაღლა ვისაუბროთ, რომ კარგად ჩაიწეროს. ირაკლის არ ეცალა ეს დღეები და ირაკლის გარეშე ჩამოტანილი რო გვაქვს ტყვის ყალიბები, ჩამოვასხით ესეთი პარადოქსები, ეს იცით ეს ტახო უკვე ვისროლეთ, ჩამოსხმის პროცესიც იყო და ეს არის ორი ესეთი შუაში სამად გაყოფილი და მთლიანი. ეს არის გრიზლის სახეობა უკვე, რომელიც უნდა მოხდეს მისი გასროლა ჩოკი პარადოქსიდან. ირაკლის უკავია ხელში ჩოკი პარადოქსი. ეს არის პარადოქსი, შეახედავ შეაჭყით ჩანს ხალხებში. უნდა ჩანდეს. რამდენიმე ტიპის აი კაპოტის ფონზე დაიკავე ისე. არა. მოიცადე? აი ესე. ხოდა 8 ნაჭდევი აქვს შიგნიდან. ასე ვთქვათ, ნარეზი თუ ამობურცული ის. ნაჭდევი ქართულად ნაჭდევი აქვს, რომელიც აძლევს საშუალებას შეთ გამოვალ ტყვიას, რომ თავისი ღერძის გარშემო შემოbrunდეს, შეიძინოს გიროსკოპიული სიმდგრადე, რომელიც საშუალებას მისცემს მე ტყვიას უფრო შორს და უფრო ზუსტად იფრინოს სამიზნისკენ. ეს პარადოქსები ახალი არ არის, ეს არის ინგლისური მიგნება. ცოტა ისტორიასაც გადავხედავთ, დიდ ხანს არ შევაწყენთ ხალხს თავს. გისმენთ. მოკლედ უნივერსალური თოფის შექმნის ძიებაში გერმანელები წავიდნენ სხვა მიმართულებით, ინგლისელები წავიდნენ სხვა მიმართულებით. სხვა მიმართულებები რა იყო? გერმანელებმა დაიწყეს ეგრეთ წოდებული დრილინგების წარმოება, ორი ლულა გლოვი და მესამე ლულა ხრახნი დაამატეს. ცოტა გართულდა და დამძიმდა. როგორ ორი ლულა გლოვი და მესამე ხრახნიანი, ანუ უნივერსალური თოფის შექმნის ძიებაში თქო რა. როგორ ერქვა? დრილინგი, სამლულიანი ქვია რა. ანუ მე მგონი შტუცერსაც ეძახიან მაგას. შტუცერი გადასახსნელი ხრახნელულიანი თოფები, შტუცერის გადასახსნელი იყო ხრახნელულებით არის და ნიტრო ექსპრესებით და ნიტრო ვაზნები გამოიყენება მათ. მოგეხსენებათ რომ მაგ დროს ნიტროდენტები ჯერ კიდე არ არსებობდა, როცა ეს ამ პრობლემაზე მუშაობა დაიწყეს გერმანელებმა. ეს იყო უნიტარული ვაზნა, რომელიც იტანებოდა შავი დენტით და კალიბრები ხშირად არ ცდებოდა ხოლმე. ყველაზე ხშირადაც შემოხვედრა 972, 973 ან 9 კალიბრის ბარგლებში მერყეობდა ხოლმე ეს ტყვიები. შავი დენტი ისიც ვთქვათ, აი ძალიან რო ბოლავს და გასწოლის მე რო არაფერი აღარ ჩანს. ნიტროსელულოზა და ნიტროპეროქსილონები მაშინ ჯერ კიდე არ იყო სანადირო ინდუსტრიაში ასე ფართოდ არ გამოიყენებოდა და ძველებური შავი დენტით, რომლებიც რა თქმა უნდა უფრო მაღალი ხარისხის იყო, შედარებით თანაბარი გრადაციის მარცვლებიანი იყო, თანაბარი და ესეთი სტაბილური წვა ქონოდა. მაგრამ ამ თოფებმა შეასრულეს თავის დანიშნულება. მოგეხსენებათ მეკპესის პერიოდია, როცა ბრიტანეთის კოლონიებს ფლობს ისე როგორც ჰოლანდია, ისე როგორც საფრანგეთი და ჯუნგლებში სანადიროდ გამოიყენებოდა ხოლმე ასე თოფები, მოკლედ გლუვილულები და მესამე ხრახნელულიანი. იყო სხვადასხვა კომბინაციით ესეთი თოფები. იყო ორივე ხრახნელული და მესამე გლუვი, ან პირიქით იყო ორი ხრახნიანი და მესამე გლუვი ლულა იყო. კომბინირებული ლულები ქვია, დრილინგები ქვია ასეთ თოფებს. ინგლისელები უფრო კონსერვატორი ხალხია და სხვა მიგნებით წავიდნენ. ანუ იმის თქმა მინდა რომ თუ გერმანელებმა კონსტრუქციას დაამატეს მესამე ლულა და მესამე ნემსა და მესამე ასე ვთქვათ ხრახნილი ლულა, ბრიტანელებმა თავიანთ ორლულიან თოფებზე შექმნეს პარადოქსული ლულები. ანუ პარადოქსი რას ნიშნავდა? ლულა მთლიან სიგრძეზე იყო გლოვი
და წინა მხარეს, ლულის წინა მხარეს 15-20 სანტიმეტრის დატოვებული იყო სპეციალური ნაჭდევები. ეს არ შეგეშალოთ შაშხანების ხრახნებში, ანუ შაშხანების ნარეზში, ბრჭყალებში როსულის თავს ხმარობ. ეს უნდა განსხვავებული ტიპის ნაჭდევი იყო, რომელსაც უნდა საშუალება მიეცა გლუვი ლულიდან, ნაწილობრივ გლუვიდან გასროლილი ტყვიისათვის მიეცა შემოbrunების ტრაექტორია და ასე ვთქვათ, შეეძინა ტყვიისთვის გიროსკოპიული სიმდგრადე. ახალადაც ვისაუბრეთ. როცა ტყვია მიფრინავს და თან ბრუნავს თავის ღერძის გარშემო, ასეთი ტყვია, როგორც შვილის ბუმბულები თუ დააყენეთ, რომ ტრაექტორია სწორი ტრაექტორით მიფრინავს და უფრო თანაბრად ხდება. ისევე როგორც ტყვიაზე რო ვაყენებთ ხოლმე უკან ეგეთ წოდებული კუდის ნაწილს პლასმასის, რომელიც ჰაერის ჭრის დროს ინარჩუნებს ტყვის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ანუ შემოbrunების საშუალებას აღარ აძლევს, იმიტომ რომ ჰაერის ჭრის ეს კუდის ნაწილი როგორც ბუმბულები ისეთ ფუნქციას სტაბილიზატორი ისეთ ფუნქციას აინჭებს და აი შემოbrunებული ტყვიას თავის ღერძის გარშემო დატრიალებული ტყვიას უბრალოდ იგივე ბალესტიკით გამოირჩევა, ანუ ბრუნავს და თან ინარჩუნებს როგორც ეს ბავშვების ატრიალო დაატრიალებ და ზრიალა რო ტრიალებს. დაახლოებით იგივე ვარიანტია, ოღონდ ჰაერში მიფრინავს და მაგრამ აქ უნდა შერჩეულიყო ამ ნაჭდევის დახრის კუთხე, უნდა შერჩეულიყო ნაჭდევის ტიპი, ანუ შეხედეთ ამას როგორი წამობურცული და ვიწრო ნაჭდევები აქვს. არის პარადოქსები, რომელსაც უფრო განიერებტყელი ნაჭდევები აქვს და ასეთი პარადოქსული ლულებისთვის შეიქმნებოდა სპეციალური ტყვიები. ეგრეთ წოდებული პარადოქსული ტყვიები, რომელსაც ჰქონდათ ორი კანტი, აი აქ ნათლად ჩანს, აი ეს ტყვია სარტყლები, აი კანტი 1, 2, რომელიც ეჯახება ჭყალებში ეჯახება ნაჭდევის კიდეებს და მიყვება მას, ანუ ტრიალებს, მოიჭრება და ტრიალებს. აქ გასათვალისწინებელია კიდე ისო, თუ ზედმეტად მაღალი სიჩქარით და შეეჯახება ეს ტყვია ნარედებს. შემოbrunება შეიძლება არ მოხდეს, ანუ წაიგლისოს და ისე გაისროლოს წინ. მეორე ვარიანტია, როცა ტყვია არის ძალიან რბილი. რბილ შემთხვევაში, თუ ძალიან რბილი იქნება ტყვია, ამ შემთხვევაში ნაჭდევს გაუჭირდება ამ ტყვის დაჭერა, ასე ვთქვათ, და თავისი დახრის კუთხის მიმართულებით მოძრაობის მიცემა გაუჭირდება ამ ნარეს. ანუ უნდა შერჩეულიყო ტყვია გარკვეული სიმკვრივით, გარკვეული სიჩქარით, რომ ემუშავა პარადოქს ისე როგორც უნდა გათვლილი იყო და მიაღწიეს ამას და კეთდებოდა ეს ტყვია, მოკლედ ვადდებოდა ეს ტიპის ტყვიები, ეს გრიზლი ერთ-ერთი წარმომადგენელი არის თანამედროვე ცხოვრებაში, უკვე ეს ჩვენ თანამედროვეობაში ტყვიები წარმოადგენენ პარადოქსული ტიპის ტყვიებს, რომლებიც პალჩონ დავითმა დატენა უაზრები ადახი. კი, გაჩვენებთ ყველაფერს. ეს 3 ტყვია დატენილი გაქვს, ხო ასე? 3 ნაირი დატენილი, ხო? ანუ 3 კი, ყველაფერი დატენილი მაქვს. და აგერა მაქვს, აი 30-მდე ტყვიაა და მოკლედ 40 მანძილზე ვნახავთ ახლა ამ ტყვიების სიჯგუფე. ჯერ მე იდეა მაქვს, რომ ჯერ ვისრულოთ ერთი ტიპის ტყვია, მე ვისრულოთ ორი ტიპის ტყვია, მე ვისრულოთ მესამე ტიპის ტყვია და შევხედოთ თუ ეს პარადოქსული შევიწროება როგორ დაამუშავებს ესეთი ტიპის ტყვიებს. თქვენთვისაც საინტერესო იქნება. ვიცი რომ გამოცდილება ბევრს არ აქვს პარადოქსული ლულებიდან ტყვის როლისა. მე საკმაოდ დამიგროვდა ეს გამოცდილება, გამომდინარე იქიდან რომ რუსული ტოფები იყო თუ გახსოვთ ოლენი ერქვა, ალენ. მაგას ხოდა პარადოქსული ლულები 32 კალიბრები იყო ესენი და მაგ ტოფიდან რომ დავიწყე ბავშვობა რა, უკვე ხო ბავშვობის ასაკში ვიყავი. მე ბოლოს არმერია ინოჩენტეში ვიყავი ექსპერტ კონსულტანტად PPF-ის მაღაზიაში, დინამოზე იყო ეს მაღაზია, იტალიიდან ჩამოდიოდა ეს იარაღები, მაშინ ნახე პირველად ესეთი მობილ პარადოქსები, ასე ვთქვათ, მოსახსნელი პარადოქსული ჯოკები და ტირში ძალიან ბევრი მოხდასროლე ქვევით ტირი იყო დინამოს სტადიონის ქვევით სარდაფში იყო ეს. კი, მახსოვს. სადაც ძალიან ბევრი ესეთი გასროლები მაქვს გაკეთებული და რაღაც წარმოდგენა მაქვს. შესაძლოა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასეთი ტიპის შევიწროება პარადოქსიდან ძალიან სტაბილურად და კარგად შეგვიძლია ვისროლოთ საფანტის კონტეინერში, ანუ 40 მეტრ მანძილებზე ძალიან დიდ ბადეს აკეთებს, ჩემი გამოცდილებით დამიძახი. სითანაბრე როგორია? კარგი, ნორმალური სითანაბრე. თანაბრად, ხო? ხო. აი ეს პარადოქსი იძლევა თუ გახსოვთ ვაზნებრივი იყო დისპერსანტები და დისპენსორები. დაახლოებით იგივე ფუნქციას ანიჭებს ამ საფანტო კონტეინერშია და
კონტეინერთაც მაქვს ნასროლი, იგივე ბადეს აკეთებს, ოღონდ უფრო გაუარესებულს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საფონტები ეთყობა ზიანდება ძალიან და ნარეზებში გასვლისას, ნაწილებში გასვლისას და ნადირობა შეიძლება, მოკლედ მწყერს და ქათამზე შეიძლება ასეთი პარადოქსული ლოლიდან ნადირობა შედარებით ახლო მანძილზე. ერთი იგაა რომ ნაგლესი ექნება ბევრი და მე ნაგლესი აქ მე წმენდობა უნდა და ესეთი თემაა. მე რა გამახსენდა იცი ირაკლი ბოდიში შეგაწყვეტინე მე რო გითხარი რომ ეს პარადოქსის შოკი გავჩითე მეთქი და ჩამომივიდა მეთქი რამდენაირი მე ტიპია და როგორიაო და მე სპეციალურად შევეკითხე ვისგანაც მომაქვს წარმოებელთან აქ ის კავშირი და ამჟამად რუსეთში მარტო აი მაგ ტიპის ის მზადდება. ეს შედარებით უნივერსალური ვარიანტია როგორც მე მივხვდი რა, იმიტომ რომ ეს ნაწილები სხვა ფორმისაა და სხვა სიმაღლისაა. იმიტომ არის გაკეთებული ეს რომ უფრო თანაბრად და კარგად დაიჭიროს ეს ტყვია რომელიც გაივლის შეგნით რა. მე რომლებიც უნდა ნახე აქამდე ასეთებიც მაქვს ნახე მაგრამ ისინი იყოს ურდაბალი და განიერი ბრტყელი ნაწილები ქონდა და ახლობებით როგორც შაშხანის ნაწილები იყო უფრო განიერები და 6 ხაზიანი და 6 ნაწილებიანი და 4 ნაწილებიანები იყო. აი უკანა მხრიდან თუ შეგვახედებ აი მაგიდან როგორ არის იცით? ნუ თანაბრად გრძელდება. ხო, ეგრევე ამაღლებული არ არის. აი თანდათანობით ნუ ანტერდელი დაიწყო და მე შედის. ხო, ეგრე წოდებული პადიუმი აქ ნელ-ნელა და მე მაღლდება. რა და მე შეცვლება შეინით. მე ვფიქრობ რომ ამ პარადოქსმა უნდა კარგად იმუშაოს, იმიტომ რომ გააზრებულად კარგად გაკეთებულია. სათქმელია ისიც რომ შეინფორმირებულია ესეთი ზედაპირი. ირაკლი ზომავს 40 მეტრს. თავისი ახალი მანძილმზომით. იქ დგას სამიზნე. რამდენია? ცოტა ხმამაღლა 41 მეტრი. იქ სადაც შენზი ხარ და სადაც თოფი ჩამოიდება დაახლოებით 40 მეტრი. აბა გვაჩვენე რაში რა შეიძინე თუ გაჩუქეს. არა მაჩუქეს. ახლოს გვაჩვენე მანძილმზომი, რა ქვია? რევაშრი. იტენება. ხო. და აქ რეინჯი 1000 მეტრი, ხო? კი. ხო. საკმაოდ ზომავს. მეტმა გაიგაც მომაჩუქა. შვიდობაში და ესეც საინტერესო ვიდეოების გადაღებაში შემოწმაო. მეც მაგ და ეხლა ორივეს შენ რო გააქვს ჩემი ჯობია ძმაო, იმიტომ რომ ჩემი. არ გეკამათებინოს. ყველაფერი შედარებითია, შედარებით. უკეთესი შედარებით. დღეს რა უნდა ვქნათ, ის მითხარი ახლა შენ. დღეს ახლა უკვე ვთქვი ჩვენ ჯერ ამ ვიდეოს წერ მე შესავალი იქნება. ამიტომ უკვე რაც უნდა ვქნა დღეს უკვე ნათქვამი მაქვს. ირაკლი ნახე აქ არის 10 ვაზნა გრიზლები. ანუ ჩვეულებრივი აწერია და არის კიდე გადმოგივარდება მომი ჯიბეში ჩავიდე. საჯერ დავალაგო და გამოვყო სამიანები რომლებიც არის. ხო, რომელიც სამათაა გაყოფილი აწერია გრიზლი 3 და რომელიც მთლიანია უბრალოდ გრიზლი აწერია. ჯერ მე გრიზლები. მთლიანები ხო? ხო. ჯერ დავცხოთ მოდი მთლიანები. ჩაგეტილი გვაქვს. ამათ გავიმეორებ კიდევ ერთხელ, აქ სურათსაც გამოვაჩენ, რა მეთოდით არის ეს აწყობილი. კომენტარებში შემეკითხენ იყო ხშირად, აი ჩვენი YouTube-ი რო აწერია, ჩვენი YouTube Atroxi არ გვღალატობს. ხო და აი ხვირი გვამაჩვენე, როგორ თან ცოტა წაგრძელებაც მოახდინა, დაახლოებით 40 მმ გამოდის გარეთ. ეს პარადოქსის ჩოკი თუ იყო 51 სანტიმეტრი, ახლა გახდა 55. ხო და რას ვამბობდი კომენტარებში მეკითხებიან რა აუცილებელია ამ სამარეზითო და სამარეზით ბიორის პიჟზე დამაგრება ეს არის ინსტრუქციაში უწერია ამ ტყვის ჩამომსხმელის წარმოებელს, რომ ეგრე უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ მთელი ტრაექტორის მანძილზე მიყვება როგორც სტაბილიზატორი. მე მზად ვარ. მოიცადე? უხო. მეც მზად ვარ იწერება. აუ. შუაზე გახეთქა ჩვენი მორი. წამოდი აბა ვნახოთ.
ირაკლიმ დამტოვა სამიზნის გარეშე. ნახეთ, ერთი ნაჭერი, მეორე ნაჭერი მორის. იმ პატარა კამერაზე ალბათ გამოჩნდებოდა ეს ისე იდორო. ეს იყო ზედა მხარე. ხო და აი ზევით, ოდნავ ზემოთ მოარტყა და ნაჯახივით გახეთქა შუაზე. აი. ხო და ეხლა სხვა გზა აღარა მაქვს. ესე უნდა გავაკეთო. ნახევარი დავდო. ირაკლის სამიზნე შეუმცირდება სამაგიეროდ. დავინახავთ მაინც როგორ ხდება და რა ხდება. ირაკლი ესეთი შედეგი არც ერთ ტყვიაზე არ ქონია, რომ ნაჯახივით ესე შუაზე გადაეპოს, ერთი წუთი არ გაისოლო. ცოტა განახევრდა სამიზნე, მაგრამ იმედია მოარტყავს და რა გამახსენდა, იცი? ფეოლაში როა, შენ მოკალიო თუ შენ დამარხე ქართული ფეხბურთიო თუ შენ დამარხე ჩვენი სამიზნე. ეს კონტროლი ჩაუდე მე ეს ხოლო. ხო. კიდე მოარტყა, კიდე გადააგდო. აბილურად ხდება. აი მეორე მონახვედრი ესეც არის შუბლით მოსული და უკან ეხლა სხვა გზა არ მაქვს, ახლა ყოველ წუთას რო არ ვირბინო ასეთ სიმძიმე დაუდე ბეტონი. მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ზუსტად მიაქვს 40 მეტრზე სულ 3 თითის დადებაზე გააკეთა ორი ტყვიისგან დასროლი ჯგუფი. უკან ის წინაზე გახეთქილი ბეტონის ნაგლეჯი დაუდე. იმედი აღარ გადააყირავებს. იმედია. შენ გენაცვალები ძია ბაბუაო. მაგრამ ბეტონი გადააგდო იქ. ბეტონი გადააგდო უკან დავინახე და მოხდა ზუსტად 12 საათზეა ზემოთ. აო. კი. პროექტირება გაუკეთე და ამიტომ. ფაქტიურად ცენტრია რაც გაიყო შუაზე. ისევ გადააგდო. ყველა ხდება. როგორ? ერთი შორს ხოროს რო. ყველა ხდება. ერთი შორს ხოროს რო. ბოლო დარჩა ხო მეხუთე. ეგ დაიტოვე, ეგ შეიძლება იმ ბეტონზე გამოგვადგეს, მოიცადე. და კიდე შორსასრულად მაქვს კიდე სხვა მეთოდით. ეგ გამოიღე, ეხლა დავდოთ ისინი. სამად გაყოფილები, ხო? ხო. 4 ცალი დატენ ეგეთ სამად გაყოფილი. მივალ ისე სხვა რა გზა უნდა ვიარო წინ და უკან. აგერ ორ ტყვიაში ისევ გადაყირავებულია სამიზნე თავის ბეტონის ქვიანად. დავდებ ახლა გაჩვენებთ სად მოარტყა. აქ ახლა რომელიღაც არის ტყვიაში შესული. ან აქ მოხდა ორი ცალი, ან აქ. პირველი, მეორე, მესამე ეს იყო. მეოთხემ რო გადააყირავა, არ ვიცი და ეს პატარა კამერა ხო იღებს, აქ გამოჩნდება. ესე იგი ირაკლი ბოლომ რო გადმოაგდო. წესით უნდა იყოს 4 ნახრეთი, არის 3. მეოთხე რომელიღაცაშია გავლილი ალბათ. იმიტომ რომ ისე თავისით არ გადმოვარდებოდა. ეს პატარა კამერა გვაჩვენებს რა გააკეთა და ეხლა სამად გაყოფილზე გადავედით. დატენე ხო? სამიზნე იგივეა, აბა ის რას იზავს გაყოფილი. მოიცადე? კი, მე მზად ვარ. აი გაიარა კაცო უკან ბეტონი. გაიარა უკან ბეტონი გადმოაგდო დავინახე. ხედავ კიდევაც სადაც მოხდა ზემოთ არის 11 საათზე მორთმული. მეორეება. ისევ ჩამოაგდო. რა გაეწყობა უნდა მივიდე ისევ.
აი ნახეთ. ეს იყო სამიანის პირველი გასროლა. ეს იყო სამიანის მეორე სტიკერში მოხვდა. კარგად მოაქვს. სამიანი როგორ სამად გაყოფილის. ხო და ეს კამერა კი იღებს. მე მგონია მორისგან არაფერი აღარ დარჩა და საკმარისი ამაზე სროლა. აი ესეთი ბეტონის ფილავი პოვე საკმაოდ მძიმეა. ეს არის სარეცხ მანქანებზე რო არის დასაბალანსებელი დიდი ქვა. ცალი ხელით ძლივს აუწია იმ სიმძიმეა. ხო და ეხლა გამოვცადოთ ეს გრიზლის ტყვიები დამანგრეველ ძალაზე. რას უზავს ამ ბეტონს. ჯერ არ დაგვიცვლებია სროლა ირაკლი და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შედეგებით. ეხლა წეღან თქვი იქ მორის მაგიერ დავდე სარეცხი მანქანის დასაბალანსებელი მძიმე ბეტონები როა ხო იცი ფილები. აი გვიპოვე იქ და მაგაზე ვცადოთ როგორ დაანგრევს რა ძალით შევა. ჯერ ვესვრით სამად გაყოფილს. და მე ჩემი აზრით ეს გრიზლის ტყვია არაფრით ნაკლები არ არის პირიქით თუ კიდე არ აღემატება შირინსკის შიხმატოვს თავისი დამანგრეველი ძალით და სიზუსტითაც კი შეიძლება ითქვას. დედა აი მოხსნა უკვე ჩამოაგლიჯა სამიანი ირაკლი ნახე ეს თეთრები არის აი სამიანით გაყოფილი და ეს მწვანეა აი ახათია გოლი და სამიანი მერსედესის ნიშანებით. ხო ეს როგორი მეთოდითაა იცი დატენილი მაჩვენე თეთრი რო დავანახოთ მოკლე ობტურატორი სამარეზით არის მოკლე ობტურატორზე დასმული. შემდეგ ქვევით კეჩის პიჟი კარდონის ისა სადები და დენტი. ხო ეს ყველაფერი დატენილია იმის ნობელ სპორტის D20 დენტით დღეს რასაც ვისვრით. შერეულად ესვრი? არა. პირველები ეს ჯერ ეს საუთ მე ეს. ჯერ სამიანები ხო? ასათები ხო. კი ბატონო. ეხლა პირველი ორს თუ მოვარტყით ვესვრით იმას. ახალი მეთოდით დატენილი სამით გაყოფილი. კაი ზუსტი ყოფილა. всё, მეტი აღარც არის სასრული. სად არის გაქრა. გაქრა. ესე იგი ეგეთ ზუსტია რა ეგ მეთოდიც. მოხდოდ რა ვიცი. მივალ ეხლა იქ ადგილზე ვნახავ და ერთი გვაქვს კიდე 3 ლიტრიანი გაზის ბალონი, ისიც უნდა დავღეჭოთ და მორჩა რა, მეტი აღარც დაგვრჩა არაფერი დასამტვრევი. ნუ აი ამ ბეტონისგან არაფერი აღარ არის დარჩენილი. რაღაცა სხვანაირი ბეტონია. ტყვის ნაგლიჯი ვიპოვე. და აი ეს ბალონი ეხლა მაინტერესებს ამას როგორ დააღეჭავს და რა მანძილზე გადააგდებს. აი აქედან ამოგვაქვს ტყვის დარჩენები. აი დამსხვრეული ბეტონი. კაბა ვნახოთ ახლა. რა იყო კიდე საინტერესო. არა, ვერაფერს ვეღარ ვნახავთ აქ. არაფერიც არ არის. ისიც ესეთი 3 ლიტრიანი გაზის ბალონი, რომელიც არის მხილა პატარა საზამთროსავით არის რა. კამერა იღებს ბალონი დგას. ირა დავდგის 3 ლიტრიანი ბალონი გაზის. სამიანი წელი გასული სამადრო იყოფა იმას ჯერ. ხო. აქ ეხლა რო გაფხრიწავს ეჭვი არც მეპარება უბრალოდ აი რამ სიშორეზე მოისვრის ეგ მაინტერესებს. ჩამოვარდა. არ მოხდა კარგად მოგწე ალბათ. ან ისე ჩქარა გაიარა რომ აზზე მოსვლა ვერ მოასო. წავედი. ხო, ნახავ.
მოცნობისათვის ეს ავიღე. აი, შემავალი და გამომავალი. ირაკლი, ბალონი ვნახე, აი როგორც ცხელი შამფური კარაქში გაატარო, ისეა გასული. უკანაც ძალიან არ არის გამოგლეჭილი, თქო სიცარიელეში რო აღარ დახვდა იმდენი წინაღობა, ისეთი დეფორმაციაც არ აიღო და. ირაკლი, რა შეგვიძლია რომ ბოლოს ვთქვათ, ეხლა როგორი შთაბეჭდილებით ხარ და ნუ მაყურებელიც ნახავდა რა, გრიზლები უფრო უბრალოდ ისრულა პარადოქსა. სპატყებთან შედარებით ის ვიდრე ტახო. ვიდრე ტახო. სამნაწილად გაყოფილიც და ის თლიანის ბევრად უკეთესად დაამუშავა პარადოქსმა ვიდრე ტახო. ნუ კიდევაც იყო ნათქვამი რომ ტახო ბაიზამეს პარადოქსის მოქმედებული თქვია არ არის და აქამდე არ მქონდა ტახო მე გამართლა კიდევაც. მეორე თვეში ამ ტახოს. უნდა ვთქვათ ისიც რომ ჩვეულებრივი გლუვი ჩოკური შევიწროებიდან, ნუ შესაბამისი შევიწროებიდან 0.25-დან არის როლეთ. ხო. ძალიან კარგი შედეგებია ჩვენად ახლა. კიდევ დრო ვისრულეთ. და კიდე რა შევნიშნე იცი? ეს ტყუები გინდა ტახო, გინდა ეს გრიზლი. ისეთი აი სხეულისთვის არ არის შეინთო ფუღურო და სიცარიელი აქვს, იმიტომ რომ გაიარა და სიცარიელეში და ვითომც არაფერი. ყო ეხლა ახლა ეს იმპროვიზირებული სამიზნე ქონდა და ეგ სოციალურ ორგანიზაციას როცა მოხდება სხვა სხვა აი ბალონი რო რამით ყოფილიყო გავცებული. წყლით მაგალითად. წყლით. მე გენახა შენ ეფექტი. მე მას უფრო შოშას გაისროდა მაგას. გაგლიჯავდა. გახსოვს ქვაბის რო ესროლე და ბალონი რო იყო სიმაღლეზე. ააგდო. იმ სიმაღლეზე ააგდო, მაშინ შირინსკი ვესროლეთ, მე მგონი. შირინსკი ხო, შირინსკი. კადრიდან გამოვიდა, ანუ კამერა ხო იღებს რაღაცა მონაკვეთსა რა ჩარჩოს და კადრს აცდა ერთი. კიდევ. კი. ვისაც აინტერესებს ნახავს ალბათ. მაგარი ეფექტი იყო. თან წყიცავსე 20 ლიტრიანი ბალონი ამ ხელაზე აისროლა ზევით. ეხლა ენერგია მეიტანა. პარადოქსი შევხედე, ნუ რა თქმა უნდა ეს ნაგლესები რაღაცები ექნება და მაგი მოიხსნება, იმიტომ რომ ჩაიხეხება ქრომირებულია და всё ეს იყო რის თქმაც გვინდოდა ამ იმას პარადოქსებს შემპირდნენ და მექნება 1-3 ცალი ისიც დიდი ნაცნობობით და დიდი ხვეწნით 3 ცალი გექნებაო მარტის 3 ცალი მე მგონი შუა რიცხვებისთვის ალბათ ეყოფა შენ იმიტომ რომ ბევრი ნადირობს გლულიანებს და ნუ რის საშუალებაც არის ის ვექნება და მე რა დაждდება როგორ ფასებზე იქ უთითებ ხოლმე ჩემს მესენჯერს და შემოვლენ აგერ კიდე გამოჩდება აქ სადღაც ჩემი მესენჯერის სახელი და მასე გავაკეთოთ რა ვიცი დღეს სულ ეს იყო მე მგონი კარგად ვისიამოვნე კარგად გავერთე ხო და დანარჩენი აბა რა ვიცი ვნახოთ აბა ხო, დაგვრჩა კიდე ერთი სახეობის ტყვია საბოტების ჩამოსასხმელი, რომელიც უკვე ქვეკალიბრულია და ის იმის გასროლა უკვე ხდება კონტეინერში ჯდება და ისე ისურის, თუმცა იმასაც თავის ნიუანსები აქვს და მაგასაც ვიტყვით მერე. აბა, კარგად იყავით, დღეს 3 რიცხვია. როგორც წინა სეზონზე ვამბობდით ხოლმე, ხო გახსოვს? თუ არ გახსოვს, რომ დაიხურა სეზონი. მომავალი სეზონის გახსნას მოაკლდა კიდე 2 დღე. აი, გებიჯო. აჰა. იმიტომ რომ 3 რიცხვია უკვე და 2 კი არა 3 დღე მოვაკლდა. მე 3 დღე დღეს. კარგად იყავით.